საქართველოში კარდიოქირურგია მაღალ დონეზეა? ყოველთვის, როცა პაციენტს მე ვჭირდები, მე ვარ პაციენტთან. როდის უთხარი შენ თავს, რომ მე უკვე ამ საქმის კეთების აღარ მეშინია? ანუ გეშინია ოპერაციის გაკეთების თუ გეშინია ვიღაცის სიკვდილის რა. შენ რო დაგჭირდეს ოპერაცია საქართველოში გაიკეთებ? რა თქმა უნდა, მეშინია. იმიტომ რომ მე არა ვარ სიცოცხლის გამგებელი. იცი რომ აი მე ერთ პატარა შეცდომაზე შეიძლება ვიღაცის ცხოვრება დამთავრებული. ბოინგში მიფრინავ და პილოტს უცებ რაღაც შეეშალა რა. ეს საბედისწეროდ შეიძლება დამთავრდეს. ხოთაშორის რო იცოდე ანესთეზიოლოგები და კარდიოქირურგები ყველაზე ნაკლებს ცხოვრობენ. პაციენტზე უკეთესი ექიმი საკუთარი თავის არ არსებობს. ვერ პაციენტს გონი ოპერაციას გაიკეთებს და მორჩა. ყველაფერი კარგად ექნება და შეუძლია თამადა იყოს ისევ, შეუძლია წონაში მოიმატოს, სიგარეტს არ დაანებოს. აი ეს ყოფილა ის კაცი, ვინც მე გადამარჩენს და მე ამას ვენდობ. ამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ, ხო? დეტეული სიტყვა პაციენტს გულზე თაფლად უნდა ევლებოდეს. ანუ შენაბობ კარდიოქირურგებს საქართველოში ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. ერთად კონსოლიდაცია შექმნიდა უფრო ახალ ძლიერ დიდ პროდუქტს. მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი გოგოხია, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი. ეს არის პოდკასტი, რომელსაც ქვია Top Dogs Georgia. ეს არის რა თქმა უნდა სამედიცინო პოდკასტი, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენს გადაცემაში ყოველთვის იყოს სტუმრად ცნობილი ექიმები, რომლებსაც ჩვენ დავუსვათ კრიტიკულ შეკითხვებს, როგორც თავის ძირითად საქმიანობის შესახებ, ასევე სამსახურის გარეთ, რა ცხოვრებით ცხოვრობენ, რას აკეთებენ, რას განიცდიან, მოკლედ საინტერესო გამოვა საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. და დღევანდელი ჩვენი სტუმარია მიხეილ მეტრეველი, კარდიოქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელიც ხელმძღვანელობს გულის ცენტრს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში და მასთან ერთად მუშაობ მე. მიშა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთად მუშაობთ და ძალიან ახლო მეგობრები ვართ, უჩვეულო გარემოშიც მოგიწევს რაღაც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. როგორ ხარ პირველ რიგში? შესანიშნავად. ძალიან კარგი, მიხარია. მიშა, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, კარდიოქირურგიის, ასე ვთქვათ, პრაქტიკას ასაკობრივ ჭრილში, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ამბიციური კარდიოქირურგი ხარ საქართველოში. მე ამას რა თქმა უნდა სუბიექტურად არ ვამბობ, იმიტომ რომ ერთად მუშაობთ. მე მინახავს საქართველოშიც, მის საზღვრებს გარეთაც მომიწია მუშაობა მრავალი წლის მანძილზე და კონკრეტულად კარდიოქირურგიაში და რატო ვაკეთებ ხამხელა ექსკურსს, რომ არ საქებრად არ გეუბნები ამას, ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული კარდიოქირურგი ხარ და მიხარია რომ დღეს ჩვენთან ასე ვთქვათ ამ გადაცემაში ხარ, ჩვენთან ერთად ხარ და საინტერესო გამოვა შენი შეკითხვები, უпростоრად პასუხები ჩვენი მსმენელისთვის. პირველი რა მინდა შეგეკითხო, მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელოთ ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შენს ასე ვთქვათ ხელებშია და მოგვეხსენება, რომ კარდიოქირურგიას არ არის რაღაც ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, არ ვაყენებ არც ერთ ქირურგიულ მიმართულებებს ჭრდილს, თუმცა კარდიოქირურგია ერთ-ერთი ყველაზე რთული დარგია, რომელშიც პატარა შეცდომაც კი არ კვატიობს და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გარდაცვალებით მთავრდება პაციენტის. და შენ ამასთან ყოველდღე შეხება გაქვს. აი ალალად თქვი ახლა, როდის უთხარი შენ თავს, რომ მე უკვე ამ საქმის კეთების აღარ მეშინია? იცი რა არის, ეს ცოტა ისეთი შეკითხვა რა. პირველ რიგში მე მინდა წინაშე სოვალს დაუბრუნდე, რა თქმა უნდა, აი ეს იყო ამბიციური ცოტა ესეთი თემა არის რა, თუმცა მე და შენ მეგობრობა დავიწყეთ, როცა ჩვენ ერთად არ მუშაობდით. ჩვენ აი კვეთავდით ერთმანეთს, აი როცა მედიცინას ეხებოდა ეს საკითხი და მე ყოველთვის იგივეს ვიტყვი შენზე, რომ აი რაღაცნაირად თუ კი რაღაცა ინოვაცია გინდა გაიგო ადამიანმა, თუ გინდა რომ რაღაცა ახალისკენ გაიწიო, შენ ეს ყოველთვის შენს გვერდით არის რა.
რაც შეეხება შიშს რა მე ვფიქრობ რომ ანუ აქ შიში უნდა განისაზღვროს რა რისი გეშინია რა ანუ გეშინია ოპერაციის გაკეთების თუ გეშინია ვიღაცის სიკვდილის რა ეს არ მნიშვნელოვანია რა მე ყოველთვის საოპერაციო შევდივარ არა ვარ დამწყები ქირურგი შენ კარგად იცი და კარგად იცის ბევრმა თუმცა ყოველი თითოეული ჩემი ოპერაცია შინაგანად რაღაც აი საკუთარ თავთან ყოველთვის დიდ კითხვებს ვსვამ ოპერაციამდე და ოპერაციის მერე განა ოპერაციის მეშინია მაგრამ მეშინია რომ აი საკუთარ თავს პაციენტს არ გაუმართლო რაღაცა აი გარკვეული რაღაცა დროის მონაკვეთში იმიტომ რომ ჩემი არ გამართლება ეს ნიშნავს იმას რომ ბოინგში მიფრინავ და პილოტს უცებ რაღაც შეეშალა რა ეს საბედისწეროდ შეიძლება დამთავრდეს როგორც იმ პაციენტის კონკრეტულად შეიძლება ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის იმ პაციენტის უკან დგას მთელი ოჯახი შვილები მეუღლე ძმა და ხშირ შემთხვევაში დედა მამა და ასე შემდეგ რა ის სამეგობრო და საახლობლო წრე ამიტომ შიში უნდა გეშინოდეს რა ნებისმიერი სირთულის ოპერაციაზე ეს არ იქნება ალბათ ყველაზე იოლი თუ ყველაზე რთული ოღონდ ეს შიში უნდა იყოს ახსნადი ლოგიკური უნდა იყოს რა რისი გეშინია დაავადების ოპერაციის თუ უბრალოდ პაციენტის სიცოცხლისთვის რაიმე საფრთხის შექმნის აი ეს არის რა მე მეშინია რომ ვიღაცას როცა უკეთებ ოპერაციას რაღაც არ მოხდეს იმ საოპერაციოში ესეთი არაორდინარული გაუთვლელი არ მოხდეს რაღაც არ შეგვექმნას ესეთი პრობლემა რომელსაც ჩვენ არ ველოდით ხდება ხოლმე ესეთი რაღაც მედიცინა 2x2 4 არ არის მედიცინაში და ამიტომ ყოველთვის მეშინია შეიძლება ეს არ იყოს ჩემი პირველი ოპერაცია დაახლოებით თუ არ ვსწრები 4000-ზე მეტი ოპერაცია მაინც ამაა გაკეთებული თუმცა თითოეული ოპერაცია თითოეული შესვლა ეს ისევ და ისევ თითქოს და აი პირველ ოპერაციაში ისე აღვიქვამ ეს არის ალბათ შინაგანი რაღაცის უნდა აფასებდე შენ სხვის ცხოვრებას ეს სიცოცხლე მე არ მიმინიჭები არავისთვის ჩემთვის არავის არ მოუნიჭებია სიცოცხლე ღმერთმა გვაჩუქა და აი ამას ჩვენ ალბათ სხვანაირად უნდა შევხედოთ რა ეს კარგად უნდა გავითავისოთ რა თქმა უნდა მეშინია იმიტომ რომ მე არა ვარ სიცოცხლის გამგებელი აბსოლუტურად გეთანხმები იგივე შემიძლია თქვა ასე ვთქვათ ჩემ თავზე მოგეხსენება საოპერაციო ოთახში საოპერაციო ბლოკში ასე დავარქვათ ამ ადგილს სადაც უშუალოდ ოპერაციას ვატარებთ ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს რა თქმა უნდა მთავარი ქირურგი და ანესთეზიოლოგი ორი გადამწყვეტი ფიგურა არის ამ პროცესში რომლებსაც კონკრეტული გაყოფილი ასე ვთქვათ პასუხისგებლობები გააჩნია და ასევე საერთო პასუხისგებლობები გააჩნია მეც შემიძლია იგივე ჩემ თავზე თქვა რომ მიუხედავად იმისა კარდიოქირურგიაში უკვე 2007 წლიდან 2007 წელს შევედი პირველად ამ საოპერაციოში სადაც კარდიოქირურგია ტარდებოდა და იმის შემდეგ აღარ გამოსულა ეს უკვე საკმაოდ დიდი დროა ეს შიში არ არის ის შიში რომ არ გაიგოს ხა მაყურებელმა რომ ექიმს ეშინია იმიტომ რომ არის რაც უფრო მეტი იცი უფრო მეტი გეშინია რაც უფრო ზიღრმზეულად ჩადიხარ ქვევით ხვდები რომ ნებისმიერი პატარა ჭანჭიკიც რომ არასწორად დაამაგრო მთელი სისტემა ჩამოიშლება ეხლა რუტინულ кейსებს ასე არ დავარქმევ ყველა ოპერაცია რა თქმა უნდა უნიკალურია და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველაზე ქირურგიული სტრესიდან დაწყებული მედიკამენტები რომელიც შეგვყავს რა პროცედურებსაც უკეთებთ პოსტოპერაციულ პერიოდში ინდივიდუალურად მოქმედებს მაგრამ აი შეგრძნება გაქვთ ხოლმე ქირურგებსაც გვაქვს ანესთეზიოლოგებსაც რომ რაღაც რთული შემთხვევა იყო ბეწვის ხიდზე ასე ვთქვათ დავარქვათ გაიარე ყველაფერი სწორად გააკეთე 100% პაციენტი გადარჩა და გამოდიხარ საოპერაციოდან და შენ თავს ეუბნები ალბათ რომ ამ ერთ პატარა შეცდომას ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი იმიტომ იცი რომ აი ერთ პატარა შეცდომაზე შეიძლება ვიღაცის ცხოვრება დამთავრებულიყო რამდენად ხშირად არის ეს გამოცდილ
ქირურგის ცხოვრებაში რამდენად ხშირად გვხდება და თქვა რას განიჭებს, რა ემოციას განიჭებს ესეთ შემთხვევას თუ თქო უნდა ასეთ შემთხვევასთან თუ გაქვს საქმე. ნუ ემოციით დავიწყებ რა ემოცია ეს არის მე არ ვიცი ალბათ რა შეიძლება კიდე შეადაროს რა სხვა პროფესიის რავი რამე ემოცია თუ არსებობს მაგრამ ეს არის ისეთი ბირთვი რომელიც მოდის რა ანუ იმ წუთას შენ ხარ აი შენ თავს აღზევებ რომ აი შენ გაიმარჯვე შენ უეჭველი იცოდი რა რო ის აი 100% ამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ ხო? ვიღაცის კი ვიღაცის აი სამწუხაროდ შეიძლება სიკვდილი დამთავრ მაგრამ შენ ამაზე იმარჯვებ და ეს არის აი ისეთი ემოცია რომ ხშირ შემთხვევაში ამას ენით ვერ ხსნი ხოლმე რა ბევრჯერ მithქვამს რომ საკუთარი თავისთვისაც რომ აი შენ დღეს შეძელი რა იმიტომ რომ არის ზოგჯერ რა თქმა უნდა ქირურგიაში ხშირად არ ხდება იმიტომ რომ გულის ქირურგია ეს არის დაგეგმილი წინასე არ კარგად დაწონილი მე ვერ წარმომიდგენია მედიცინა ამის გარეშე მედიცინა უნდა იყოს ესეთი დინჯი უნდა იყოს დაწონილი რო იტყვიან მედიცინა უნდა იყოს ნასწავლი და ფუნდამენტალურ ესეთ პრაქტიკულ ბაზაზე აგებული რა რომელიც შენ არ აქვს იმის უფლება ვიღაცის სიცოცხლით ითამაშო ვინ ახარ შენ არავინ ხო ვიღაცა გენდობა ესე იგი განდობს შენ ცხოვრებას განდობს იმას რაც ღვთისგან აქვს მას ნაბოძები ამიტომ ხშირად ამისვია ჩემი თავისთვის რა ეგეთი კითხვა რომ აი და ბევრჯერ ყოფილა რომ აი შენ შეძელი კი მე შევძელი თქვა დღეს მაგრამ მარტო მეც არა რა ეს იყო გუნდური მეშვეობა ეს იყო ის პრინციპები რასაც 24 საათი სულ ჩვენ ასე ვთქვათ გავდივართ და ეს ის გამარჯვებაა რომელსაც შენ გულის სიღრმეში აი ესე გძნობ რომელიც ალბათ სხვა სპეციალობის ადამიანს ეს არ შეუძლია გაითავისოს რა აი ამ ემოციაში ვერ შემოყვება წარმოგიდგენია ადამიანი გვტება ამდენი ადრენალინი გამოყოფილი აი ოფლად იღვრები და ანუ ეს არის შენი სამუშაოს შესრულება ეს არის აი მოზვევებული სტრესი რომელსაც შენ განიცდი იმ წუთას შეიძლება ალბათ რომ გაგიზომონ წნევა პულსი შესაძლებელია აი 180-ს აგივიდეს პულსი აგიჩქარდეს მაგრამ ამას ვერ გძნობ იმიტომ რომ ამ წუთას იმ კონკრეტულ მომენტში შენი თავი შენ არ გაინტერესებს არც კი გეკუთვნი შენი თავი შენ გადართული ხარ თავიდან ბოლომდე ვიღაცის სრული ამ სიტყვების მეშვეობით ჭყალებში ვიძახი ვიღაცის სიცოცხლის შესანარჩუნებლად და შენს უკან რა ხდება შენ ამ წუთას არ იხედები ეს არ მნიშვნელოვანია ეს არც პროფესიას არ ახლავს ეს ახლავს მედიცინას და ხაზს გაუსვამ იმ ექიმებს ვინც ყოველთვის იბრძვის ბევრი ფაქტი ჩვენ სირგლი ყოფილა ბევრი ესეთი კარგი ექიმი სახელოვანი ექიმი რომელიც სხვისი სიცოცხლის ბრძოლის დროს თვითონვე განმოტევა სული რა ამიტომ მედიცინა ესეთი თემა არის რა შენ არ ხარ ამაში ბოლომდე სეგმისეულად ჩადიხარ შენ ხარ სულით სხეულით მოწოდებით ყველანაირად ექიმი ან არა ხარ ექიმობა სხვანაირად არ არის. ექიმად ვერ იმუშავებ მოკლედ რა. არ არსებობს. ექიმი ხარ. შეიძლება დიდი მიღწევები არ ქონდეს რა. არ იყო პროფესორი, არ იყო აკადემიკოსი, არ იყო მედიცინის დოქტორი, არაფერი არ იყო. მაგრამ იყო ექიმი შინაგანი, გულით იყო ექიმი. შენ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდეს. დეტეული სიტყვა პაციენტს გულზე თაფლად უნდა ევლებოდეს. არ შეიძლება სხვანაირად. ანუ მოწოდებით უნდა იყო რა. ანუ შენ თუ ვიღაცის ცხოვრება არ გაითავისე და შენ თუ მისი ცხოვრების ნაწილი არ გახდი, შენ თუ იმ წუთას იმ ოჯახის გულის ტკივილი, იმ ოჯახის ასე ვთქვათ, ემოცია ბოლომდე არ გაიგე და არ ჩაწვდე, შენი საქმე კარგად არ გამოგდის. შენ არ იცი ის საქმე. შეიძლება იცი, მაგრამ იცი ვიღაცის
მონაყოლით რა სულ სხვა რაღაცა შენ უნდა იყო თითეული ჩემი პაციენტი როცა მოდის აი ძალიან მნიშვნელოვანია ბევრჯერ გადამიდია ეხლა აი გადავუხვევ ცოტას რა და ბევრჯერ გადამიდია ოპერაცია როცა ადამიანს განწყობა არ ქონდა რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია უნდა განეწყოს იცი აი რაღაცნაირად უნდა იგზნოს იმო რომ შენ მისი ოჯახის წევრი ხარ შენ მისი ძმა ხარ და ხარ მამა ხარ ბიძა ხარ შვილი ხარ თუ ეს არ იგზნო და ის ნდობა არ გამოხატა თუ იმან თავის დაავადებას იქვე როცა კონსულტაციაზე არის მოსული და იქვე არ გაიმარჯვა თავის დაავადებას და იქვე არ უთხრა თავის თავს რომ იცი აი ეს ყოფილა ის კაცი ვინც მე გადამარჩენს და მე ამას ვენდობ ხო ანუ გამარჯვება პირველი იქ ხდება რა როცა ესაუბრები რა პაციენტს და არა მე რომ გაივლის თელ რეანიმაციას კი რა თქმა უნდა ეს უკვე ძირითადი პროცესია მაგრამ ფსიქოლოგიური გამარჯვება ფსიქოლოგიური დაძლევა დაავადებაზე პირველი ეს არის იქ როცა ეს ფსიქოლოგიურად განეწყობა შენს პაციენტი რო ხდება შენი გუნდის წევრი ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა გეთანხმები აბსოლუტურად ალალათ მითხარი საქართველოში კარდიოქირურგია მაღალ დონეზეა რას ფიქრობ შენ პირდაპირ გეტყვით რო კი შენ რო დაგჭირდეს ოპერაცია საქართველოში გაიკეთებ? მე საქართველოში გავიკეთებ ოპერაციას. იმის შეგეკითხები ვისთან. იმეც ვიტოვებ რო არ დამჭირდება. მეც იმეც ვიტოვებ, მაგრამ თუმცა რომ შეგეკითხე, ხა იქიმები ვარ და არ დავიწყე ღმერთმა უნდა გაჭიროს. ისე ბევრი ძალიან კარგი ქირურგი მუშაობს საქართველოში. მე კონკრეტულად ხას არ გავუსვარ. ბევრი მუშაობს კარგი. მე ვიტყვი ჩემ საკუთარ თავზე რა. ანუ რატო ვიტყვი ამას ახლა საკუთარ თავზე რატო გავს მე ვზდი მომავალ თაობას ბევრი გავზარდე და ბევრს ვზდი რა და მე თუ ვაკეთებინებ ახალგაზრდებს მომავალ თაობას ახალგაზრდებს რა ჩემზე სულ შეიძლება 10 წლით უმცროსები იყვნენ რა ქვია 5 წლით უმცროსები მაგრამ როცა მე იმათ ვაკეთებინებ ოპერაციას მე პასუხისმგებელი ვარ მე ვიცი ისინი რას აკეთებენ ანუ ესე იგი თუ ვიღაცის სიცოცხლეზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას თამამად შემიძლია თქო რომ საკუთარ სიცოცხლეზე სავიღებ პასუხისმგებლობას მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ვერ ვიტან ყველაზე მეტად ერთ რაღაცას რაც აი სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ეს ძალიან დიდი მინუსია და ხვდება რა მე დამხვდა ეს როცა ჩამოვედი საქართველოში 2012 წელს დამხვდა ეს არის დიდი კლდე რომელიც სამწუხაროდ ყველა ახალგაზრდა დამწყებ ექიმს ქირურგი იქნება თუ ექიმი ხდება წინ და თუ ამ შემთხვევაში არ აქვს ის ძალა რაღაცა ის ქარიზმა რაღაც ის ამბიცია რაღაც დონეზე არ არის მებრძოლი სამწუხაროდ ამ კლდეზე ვერ ადის და ვერ წლახავს და ბევრი ძალიან ჭკვიანი შეიძლება ტალანტი რო გამართლებოდა იკარგება ამ შემთხვევაში. ზოგი საზღვარგარეთ მიდის, იმიტომ რომ ეხლა ვიმუშავე ევროპაში, ვიმუშავე პოსტსაბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ ქვეყანაში, ქალაქში მუშაობ საქართველოში. რადიკალური განსხვავება ერთხელ მახსოვს ერთ-ერთ ევროპელი რეზიდენტი, რომელიც მორიგეობის მერე დააყენეს საოპერაციოში და მოკეთ მთელი ის ქონდა რა პროფესორთა კლინიკის დირექტორთან ჩემ მასწავლებელთან რომ აი თქვენ როგორ გაბედეთ და მე ეს როგორ თქვენ ჩემი უფლებები დაარღვიეთ და შემდეგ რა მივედი რა მაშინ მარჩინი ქვია მოგეთ თქვი რატო ეს როგორ მე იცი რა მიშა აი როცა დავამთავრებ სწავლას და ოფიციალურად ლიცენზია მექნება მე მთელი 35 წელი უნდა ვიმუშაო ისე რომ მე ჩემ თავს მე აღარ განვაგებ და დღეს მე ვარ რეზიდენტი მე ვსწავლობ და მე შემიძლია ეს ანუ იმას უკვე იმხელა ის ქონდა მოტივი იმხელა ძალაუფლება ქონდა იმხელაზე იყო არ შეზღუდული ის მინდიოდა წინ და დღეს ის მარჩინი ის ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ ძველი მეგობარი ერთ-ერთი გულის ცენტრის დირექტორია ხელმძღვანელი სულ გავიდა ალბათ ჩვენი ბოლო შეხვედრიდან 12 წელი
12 წლის განმავლობაში რეზიდენტურა მორჩა, გახდა დირექტორი, იმიტომ რომ არ შეუზღუდია, იცი, არ შეუზღუდია არავის. მე ვიძახი, ასაკიდან იყო თუ უკვე მიღწევებიდან გამომდინარე. როგორ შეიძლება იქნება ახალგაზრდა მოდის და ის ბევრად 10 თავით, 20 თავით მეტია ვიდრე მე. ჩემმა შვილმა მე უნდა მაჯობოს, ჩემი შვილი ჩემზე უკეთესი უნდა იყოს. ეს არის ლოგიკურიც არის, ახლა თუნდაც ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, რაც მედიცინაში განსაკუთრებით ჩვენ პერიოდში ხმე რო სტუდენტი ვიყავი, თუნდაც რეზიდენტი რო ვიყავი. ეხლანდელი შესაძლებლობები რო გქონოდა, ну გაცილებით წინ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა თაობამ უნდა გვაჯობოს და ამის ყველა პირობა აქვს. მე მინდა ორი სიტყვით შევეხო, რომ საქართველოში კარდიოვასკულარული, ასე დავარქვათ, სერვისები ნამდვილად ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება. მე ვერ ვიტყვი ყველა, ასე ვთქვათ, მიმართულებებზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მაღალტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, ჩარევები, ინვაზიური манипуляციები. დღეშენ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გულის გადანერგვის გარდა საქართველოში ყველა ოპერაცია კეთდება. და მეც ამ ნაწილში გეთანხმები, მეც რომ დამჭირდეს გულზე ოპერაცია, არც ვიფიქრებ, რომ სადმე უნდა წავიდე. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ირგვლივ რაღაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც კი ჩვენ კარდიოქირურგიულ დონეს ჯობია. ვერ ვიტყვი, ნამდვილად, იმიტომ რომ არის საქართველოში რამდენიმე, ასე ვთქვათ, ცენტრი, რომელსაც შეუძლია ევროპული დონის, ასე ვთქვათ, შედეგი დადოს და გააკეთოს იმ დონის ოპერაციები უკეთესად, ასეც ვიტყოდი. მათ შორის ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთში ჩვენს, ანუ კარდიოქირურგებს ყავთ ვინმე მათ ისეთი გამორჩეული კარდიოქირურგი, რომელიც მნიშვნელოვნად ჯობნის, თან ვიცით, რომ თურქეთი 90 მილიონიანი ქვეყანაა და ჩვენ ვართ 3 მილიონი, 4 მილიონამდე ვთქვათ, ასე შესაბამისად ინციდენტობითაც უფრო მეტი სპეციალისტი ყავთ და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები აქვს, რაც მე ვფიქრობ, რომ საამაყოა ნამდვილად. და ეს დამსახურება არის ჯერჯერობით, მე ასე ვიტყოდი, უშუალოდ თვითონ პერსონალურად იმ ექიმების, ვინც თავის თავში ჩადო ეს ინვესტიცია, როგორც ასე ვთქვათ, ფიზიკური, ასევე ფინანსური და მე ვიცი შენ რა გაიარე, ვიცი სხვა ქირურგებმა რა გაიარეს, რამდენი ასე ვთქვათ, უძილო ღამე, ემიგრაცია, ოჯახის დატოვება, რა ძალიან მარტივი არ არის. თან იდგე იმ სტრესულ საქმეში, რასაც კარდიოქირურგია ქვია. ამას სხვათა შორის ახსენე შენ პულსი და წნევა ოპერაციის დროს კვლევა ჩატარდა ძალიან დიდი საფრანგეთში. სხვათა შორის რო იცოდე, ანესთეზიოლოგები და კარდიოქირურგები ყველაზე ნაკლებს ცხოვრობენ ექიმებში, ყველაზე ადრე კვდებიან. დროულად დავანებოთ თავი, დროულად დავანებოთ თავი. ჩამოკიდეს ჰოლტერი კარდიოქირურგებს და ოპერაციის დროს ნახეს, რომ საშუალოდ პულსი 120-დან 130-მდე, რაც უკვე ანაერობული ზონა არის და ჟანგბადის ტრანსპორტი სერიოზული დარღვევა მიდის ორგანიზმში. ამ პირობებში 4-5 საათიან ოპერაციებს აკეთებენ ეს ადამიანები, რაც რა თქმა უნდა სერიოზული სტრესია, სერიოზული დატვირთვა ორგანიზმზე და ამას ასე ვთქვათ, უძლებთ ყოველდღიურად. რა მინდა შეგეკითხო, პაციენტის განათლება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს წე ყველაფერი აქ უნდა არ მინდა რომ რაღაც დაფარული იყოს ან ვთქვათ შელამაზებული როგორც არის, ესე ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცით პაციენტის განათლება, პაციენტის ოჯახის წევრების განათლება. პაციენტმა უნდა იცოდეს თუ რა პროცედურაზე მოდის, ამ პროცედურას რა გართულებები აქვს და ჩვენ ვიცით რომ გართულების პროცენტული მაჩვენებლების დათვლა დღეს 100%-იანი სიზუსტით რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, თუმცა შესაძლებელია მაღალი ალბათობით გამოვთვალოთ გართულებებს და მათ შორის გარდაცვალების რისკიც. ეს უნდა იცოდეს პაციენტმა, ამაში ვთანხმდებით. ასევე უნდა იცოდეს რა ალტერნატიული მკურნალობა შეიძლება მისთვის იყოს სარგებლის მომტანი, ხო? ჩვენ ვიცით რომ შეიძლება იყოს ვთქვათ შუნტირების ნაწილში ინტერვენციული ჩარევა, შეიძლება იყოს ოპერაცია, შეიძლება იყოს მედიკამენტოზური მკურნალობა. აი რამდენად კარგად არის პაციენტის განათლება და ყველაზე მე ეს ერთი და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ტყუილი, რაც პაციენტს კარდიოქირურგისგან პაციენტი ელოდება, ასე ვთქვათ.
რომ აი ოპერაციას გაიკეთებს, ჩვენ ვიცით ბერ პაციენტს გონია ოპერაციას გაიკეთებს და მორჩა, ყველაფერი კარგად ექნება და შეუძლია თამადა იყოს ისევ, შეუძლია წონაში მოიმატოს, სიგარეტს არ დაანებოს, წამალი არ დალიოს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ყველაზე ხშირი აი ტყუილს არ დავარქვი, დარღვევა რა არის პაციენტის მხრიდან. აი ეს ორი შეკითხვა, ანუ განათლება პაციენტის რამდენად კარგად ხდება და მე ვთქვათ პაციენტები რამდენად, იმიტომ რომ ხშირია რომ პაციენტი ვერ იგებს ასეულნებს. სამწუხაროდ სამედიცინო ტერმინოლოგია ძალიან ისეთია სპეციფიურია და ვერ გაიგო შეიძლება განათლებულმა ადამიანმაც კი. მე არ ვამბობ ნაკლებად განათლებულ ადამიანებს, ჭრდილს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ არ დავაკონკრეტებ, მაგალითად ერთია რომ აუხსნი უნივერსიტეტის პროფესორს არა სამედიცინო მიმართულებით და აუხსნი გლეხს რომელიც ჩამოვიდა, ასევე სჭირდება ოპერაცია. აი როგორ ხდება ეს ჩვენ ქვეყანაში? სამწუხაროდ ზოგადი განათლების პრობლემა ჩვენ ქვეყანაში დღეს დგას. მე არ ვიძახი რომ მარტო ეს სამედიცინო სფეროს და სამედიცინო სფეროსთან ასოცირებულ პაციენტის პატრონებს ეხება რა. ზოგადად დგას. მე ვცდილობ ყოველთვის რომ ნებისმიერი პაციენტი თავის პატრონებს მოდის რომ აუხსნა მათთვის მისაწვდომ ენას. არასოს არ მილაპარაკე ყველა მიცის აი ჩემი ყველა პაციენტი ეთქვის მაგას რომ მიშა ექიმი გვესაუბრება აი ჩვენთვის გასაგებ ენაზე იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თუ კი ის კარგად გაიგებს პაციენტზე უკეთესი ექიმი საკუთარი თავის არ არსებობს შეიძლება აკადემიკოსმა დაუნიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა, გაუკეთოს ოპერაციული ჩარევა თუ ინტერვენციული ჩარევა, მაგრამ პაციენტმა ვერ გაიგოს უბრალოდ შემდეგ როგორ უნდა მართოს საკუთარი თავი და დაიღუპოს. მაგრამ შესაძლებელია მეორე ალტერნატიული გზა ვიღოთ, რომ პაციენტმა კარგად გაიგო, აი ეს ბაზისური, რასაც ქვია, რომ მედიკამენტი რა დროს, როგორ, რა წესით დალიოს, როგორ უნდა დაიცვას დიეტა, როგორ უნდა მიხედოს, როგორი უნდა აქციოს თავისი ცხოვრების წესი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა აი წაგან ახსენეთ და ვახსენეთ ერთად, რომ მედიცინა სად და როგორ უკეთესი. არც ერთი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე. აი ყველა პაციენტის ასე ვთქვათ ახლობელს ოჯახის წევრს ერთი იდეა ფიქსი აქვს, რომ აი რო გაუკეთებ ოპერაციას, როდის შეიძლება ვნახო პირველი კითხვა. მე ვეუბნები რომ აი ხვალ როცა გადმოვიყვანთ რეანიმაციიდან პალატაში მოვაწესრიგებ და არის გარკვეული საათი 4-დან 5 საათი, რატო 4-დან 5 საათი? ეხლა ვირჩევ სპეციალურად ამ დროს, იმიტომ რომ ამ დროს ნაკლები მოძრაობა არის ანალიზობრივი კუთხით, არ ხდება სისხლის გაზები თუ ელექტროლიტები მათი განსაცვლა შემდეგ, იმიტომ რომ 4 საათიდან 5 საათამდე უკვე მოდის მორიგი ექიმი და დღის ექიმებს ასე ვთქვათ საქმე დასრულებული აქვს და მზად არიან რომ გადააბარონ მორიგი ექიმს. შესაბამისად ეს პაციენტებიც ყველა ისეთი მოწესრიგებული უკვე და ნაკლები ასე ვთქვათ სამუშაოა და უფრო მეტი დროს გამოყოფს ეს დღის ექიმი რომ პაციენტის პატრონს უკვე ოჯახის წევრს აუხსნას მისი მდგომარეობას შემდეგ და შემდეგ. ყველას ვაფრთხილებ, ყველა პაციენტის ოჯახის წევრს როცა მოხვალ ხელით პაციენტს არ უნდა შეეხო. არ უნდა შეეხო პაციენტის სასტუმროს, არ უნდა შეეხო პაციენტის პირად ნივთებს. კი ექიმო ყველა თავს გიქნოს. როგორც კი პალატაში შემოდიან, პირველი რას აკეთებენ? ლოცნი. ჩახუტება. ეს არის რატო აი ვერ უხსნი. ყველა ჭრილობა, რომელიც გართულებულა, ჩემთან კი არ ვიძახი, ყველა ქირურგთან, რომელიც გართულებულა, ეს არის ოჯახის წევრების გამო გართულებული ჭრილობა. 99%. ეს ახლა არავის არ უნდა რომ მიიღოს და თქვას რომ კი ესე იყო, მაგრამ ეს არის. მოდიან, ეხუტებიან პირად ნივთებს, იქ კორსეტ შეუსწორებენ, იქ გადახელს ვაამაჩვენენ რამ ხლა ჭრილობა აქ. აი ამ ძრალია თქვა ზოგ შემთხვევაში, აი გადაბრუნდა და კი აი ძალიან ხელშეხება არ შეიძლება. სულ 24 საათი ჯერ ხელის დამუშავება, რომ უნდა დავიმუშაოთ, რომ სულ ყველას უხსნ. ხელთათმანები შეგვიძლია, არის პაციენტების გარკვეული რაღაც კატეგორია, როცა
არის მაგალითად ინსულტ გადატანილი პაციენტი და არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაადგილება რაღაცა. ამ შემთხვევაში მე თავდღურს ყოველთვის უშვებ რა, იმიტომ რომ იმას პირადი ჰიგიენის პრობლემა აქვს რაღაცა და აი ეს თავდღურები გაცილებით უკეთესად ასე ვთქვათ იქცევიან, მუშაობენ, ეთყობა, იმიტომ რომ მათ უკვე ეს იციან, ისინი ულიან ეს სახში და უკვე ეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განათლება შეიძინა, ხო, დანარჩენ შემთხვევაში არ. ეხლა რა შეეხება დიდ ტყუილს რა, ტყუილს მითებს და შემდეგ რა. პირველი ის რომ ოპერაციის მერე ან ინტერვენციის მერე დაავადება მე მინდა უთხრა პაციენტებს ყოველთვის არსად არ ქრება ხალხი. დაავადება ისევ ჩვენთან ერთად არის ათეროსკლეროზი არსად არ მიდის. აქ ერთადერთი ოპერაცია იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ ვიყოთ უეცარი კარდიალური სიკვდილისგან დაცულები. ჩვენ გაგვიხანგრძლივ და მოგვეცა შანსი, მოგვეცა საშუალება იმისა, რომ რასაც აქამდე არ ვაკეთებდით მედიკამენტოზ მკურნალობას სწორად, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით სწორი ცხოვრების გზაზე არ ვიდექით, რაც იყო ჩვენი ადინამიურობით, ჩვენი ჭარბი რაოდენობით ალკოგოლური ცხიმიანი ტკბილი და მავნეჩვევებით, სიგარეტია თუ სხვა მავნეჩვევებით, მოგვეცა შანსი იმის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, მივიღოთ მედიკამენტი და დავიწყოთ სწორი ცხოვრებით ცხოვრება. ვიკვებოთ სწორად, მედიკამენტი მივიღოთ დროულად, მივიღოთ და არ მოусმინოთ ჩემი მეზობელი ამ წამალს სვამს და იმას მოუხდა, მეც მომიხდა. ეს არის მეორე სცენი რა, ჩვენი, ასე ვთქვათ, ყოფის, იმიტომ რომ აი ბევრი ფაქტი. ჩემ ოჯახშიც კი მინახია. ზოგადად პაციენტის, ასე ვთქვათ, მოდი დავარქვათ ზოგადი განათლება და ეს აი ამ კუთხით აი ცოტა უკანა ვართ რა. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის სტატისტიკაც არსებობს მიშა რომ რაც უფრო ხელმისაწვდომია ჯანდაცვა ანუ რაც უფრო მეტი პაციენტი ბჭყალებში თქვათ უფასოდ თითქმის იკეთებს ოპერაციას და ჩვენ ვიცით რომ საქართველოს კარდიოქირურგიული ოპერაციები კარგად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანურ მომენტია როცა არაფერს არ იხდი ანუ არ აქცევ ამას, იმიტომ რომ მე რო ეხა ბოლო მოდელი Mercedes-ის გაჩუქო, არ მიაქცევ უყურებელსა, ხო? ანუ ეს არის წილი არა მარტო ჩვენთან, თელ სოფლიოში ასეა და რა თქმა უნდა, ნამდვილად. იმიტომ რომ მე ხვდები პაციენტებს, მირეკავენ ეხა ხშირად ჩვენს გირეკავენ, ხო? ახლობლები, ნათესავები, ნაცნობები, ეხა ვიცით როგორ ხდება საქართველოში ექიმი როცა ხარ კოლ-ცენტრის თანამშრომელიც ხარ, ექიმიც ხარ, ექთანიც ხარ და ნუ მოკლედ იურისტიც და ფინანსისტიც. გირეკავს და გეუბნება. თან ვიცი რომ კარგ ექიმთან არის ნაყოფი. ის ექიმი ასე ვთქვათ აუხსნიდა ამას. მაგრამ ორივე მხარე მინდა დავანახო მაყურებელს როგორც პაციენტის, ასევე ექიმის პრობლემა. აქვს კორონარული არტერიების დაავადება, ჭირდება შუნტირების ოპერაცია, ვთქვათ ორი შუნტი. მირეკავს პატრონი და მეუბნება ორი სარქველი აქვს დაზიანებული. სისხლძარღვი გონია სარქველი. და ნუ აქ ალბათ არის მაინც ექიმის პასუხისგებლობა, რომ დავიდეს იმ დონემდე, რა დონემდე პაციენტი არის თავისი მენტალობით და იგივე ენაზე აუხსნას. ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ნუ მრავალ ეროვანი ქვეყანა ვართ, ასე ვთქვათ, ცხოვრობს მრავალი ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ქართულად არ ლაპარაკობს და ენის ბარიერის დგას. ესეც პრობლემაა და ესეც უნდა იყოს 100% უზრუნველყოფილი, რომ პაციენტს თავის ენაზე აიხსნას, რაზე აწერს ხელს. იმიტომ რომ მე ამას მოსდევს ძალიან ბევრი პრობლემები, პაციენტი შეიძლება გართულდეს, ხა ეს ძალიან მაღალი რისკიანი ჩარევებია, ყველა ჩარევა შეიძლება მოყვეს გართულება. მაგრამ ვიცით ჩვენ არსებობს დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის ჩარევები. მაღალი რისკის ჩარევებში შედის კარდიოქირურგია და ასე ვთქვათ ამ ოპერაციებს რიგი გართულებები შეიძლება მოყვეს მოწმენდილ ცაზეც კი. თუ არ არის ადეკვატურად ახსნილი ეს ასე ვთქვათ მე შემდეგ პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ პატრონს აქვს პრეტენზია რომ არ იყო ახსნილი, არ იყო კარგად გაგებული, მიუხედავად იმისა რომ ინფორმირებულ თანხმობაზე ხელი მოწერილი აქვს.
და ნახევარზე მეტი არც კითხულობს ამას, რაზე აწერს ხელს, ექიმი უხსნის, მაგრამ მაინც ყველა პაციენტს მოუწოდებ, რომ წაიკითხოს, რა წერია, რა გართულებები წერია და იქედანაც ჯერ წაიკითხოს, მერე დასვა შეკითხვები. თუ რა ლოგიკით არის განაწილებული, ასე ვთქვათ, ტექსტი. ეხლა რა არის ჩემი შემდეგი შეკითხვა რა, შენ ახსენე, რომ ახალგაზრდებთან გააქვს ურთიერთობა, ახალგაზრდებს, ასე ვთქვათ, ზრდი და ამის მომსწრე მეც ვარ, მეც მათ შორის იცი შენ, რომ ბევრი ახალგაზრდა ექიმი მივესალმები სულ ყველას გაზრდილი მყავს, რომლებიც დღეს არიან განყოფილების ხელმძღვანელები, კარდიოქირურგიულ მიმართულებით, სხვადასხვა ცენტრებში და წარმატებით ართმევენ ამ ყველაფერს თავს. რისი ბრალია დღეს ჩვენ ვახსენეთ და შეიძლება რაღაც პროცენტული მაჩვენებლებით ეს მედიცინაში დგას განათლების პრობლემა. ანუ არა გვაქვს სისტემატიზაცია, რომ სისტემური განათლება მიიღოს ახალგაზრდა ექიმმა. ეხლა ამაზე არ დავიწყოთ შორს აგვიყვანს. რისი ბრალია ეს, რომ ტალანტი დავარქვათ, მოდი ტალანტს არ დავარქვამ, ეხლა არავის ქირურგია არ დაყოლია, მანუალურ სკილებში კი ბატონო ზოგ შეიძლება დასჭირდეს 5 წელი მუშაობა, რომ მანუალურად კარგად ხელი გაიწაფოს, ასე დავარქვათ, ზოგ შეიძლება უფრო ნაკლები დრო ჭირდება, იმიტომ რომ მანუალისტიკა ვიცით, რომ ეს არ არის მარტო, ასე ვთქვათ, თანდაყოლილი ნიჭი, სხვა რაღაცებშიც აისახება ეს ცხოვრებაზე, არა ქირურგიულ ნაწილში, რამდენად ადამიანი მანუალურად კარგად რაღაც ხელებით აკეთებს. რა თქმა უნდა, ამას ემატება მე თეორიული მასალა. რა პრობლემაა საქართველოში? აი ეს ტალანტი დავარქვათ ერთად, მონდომებაც, თეორიული თუ ასე ვთქვათ, პრაქტიკული და დროის გამოყოფა. იმისთვის რამდენ დროს დავუთმ. ამის პრობლემა თუ ნაცნობობის გამო არ ყავს თქვათ ნაცნობი ვიღაც ახალგაზრდა ექიმს და ამის გამო იჩაგრება. ხდება აი რომელი უფრო პრობლემურად მიგაჩნია შენ აი საქართველოში დღეს აი კარდიოქირურგიაში თუ მე ნაცნობი კარდიოქირურგია არ მყავს. ოპერაციებს გამაკეთებინებენ როგორც რეზიდენტს რაღაც ეტაპებს გამაკეთებინებენ, დამაყენებენ ოპერაციაზე? ამის შეზღუდვა მექნება თუ ჩვეულებრივად თუ დამინახავ თქვა ჩემმა ხელმძღვანელმა რომ მე მონდომებული ვარ, დიდ დროს ვატარებ პაციენტთან, არა მარტო საოპერაციოში, რეანიმაციაში ვკითხულობ როგორ არის, ჩავდივარ მე პალატაში ვნახულობ, პაციენტის პატრონებთან კომუნიკაცია მაქვს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგები და მაინდა-მაინც 6 საათია სახლში არ მივრბივარ და მაქვს ეს ყველაფერი. და არ მყავს ნაცნობი. შემექმნება პრობლემა საქართველოში? ესეც ახლა პირდაპირ თქვი. ნუ პირდაპირ გეუბნებით რომ არა. კარდიოქირურგიაში. არა. ჩემთან არა, მოკლედ. მე გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ დაახლოებით 6-7 ახალგაზრდამ, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული მეტი რა შეიძლება გარკვეული რაღაც პერიოდების განმავლობაში მყავდა სულ ყოველთვის და ვზდიდი რა, ამიტომ ვარჩევდი რა, ასე ვთქვათ რა. აი ორჯერ იყო ესეთი კარგად ნათელი ფაქტი რა ჩემთვის რა, 3 ახალგაზრდა რა, რომელიც მოვიდა ერთ და იგივე ასაკის, ერთ და იგივე ასე ვთქვათ ცოდნით, განვითარებით. ვატყობ რომ ეხა ერთი ძალიან მოწადინებულია რომ ისწავლოს, განვითარდეს. ამ ორში ერთი ცოტა ზარმაცი, მისამეც ანუ წეგან ახსენე რომ აი 5 წელი დაჭირდეს შეიძლება ვიღაც არა 5 წელი რომ დაჭირდება ის ქირურგი აღარ იქნება. იმისგან ქირურგი არ გამოვა. შენ ეს ხელის მოქნილობა თქვათ გაქვს ან არ გაქვს. დანარჩენი უკვე თეორიული სწავლაზე არის საუბარი. უნდა ისწავლო მედიცინა, უნდა ისწავლო. და მედიცინას მე არ უნდა სწავლო რეზიდენტურაში. ბაზისური მედიცინა რითიც შენი ცოდნა არის გამოყარებული შენ უნდა მოყვეს. მე არა მაქვს იმის დრო რომ შენ ბიოქიმია, ქიმია, ფარმაკოკინეტიკა გასწავლო, გასთაცვლა აგიხსნა და შენ ბევრი რაღაცა რა შენ ეს უნდა მოყვეს რა. შენ პათოფიზიოლოგია და ფიზიოლოგია უნდა იცოდეს, ტოპოგრაფიული ანატომია უნდა იცოდე რა. ანუ მე შეიძლება გასწავლო უკვე ეს ტექნიკური ნაწილი, რასაც უშუალოდ აი როგორ ჯობია ასე მივაკეროთ ესეთი თუ ის რაც შენ არის შრომის მოყვარეობას მე ვერ გასწავლდი. წეს ზრდილობას ეს ოჯახში გასწავლიან, მოყვება შენ ეს აქამდე უნდა მოიტანო რა ჩემამდე რა. ის რომ ზარმაცი არ უნდა იყო,
ესეც უნდა შენ გახდეს თან თავს. მე ერთი რაღაცა მინდა უთხრა, არასოდეს დამიჩაგრია არც ერთი ახალგაზრდა, პირიქით ახალგაზრდასთან მეც ისეთი ახალგაზრდა ვხვდები და ყოველთვის აი ბჭყალებში და ვეძმაკაცები, რომ აი ეს ბარიერი მინდა რომ მოუხსნა ყველას. თუმცა აი ბევრისთვის მიტკენიებია გული და მithქვამს პირში, რომ იცი რა შენსგან არ გამოვა. ბევრჯერ დაურეკია მშობელს, კაი ხო გთხოვე რაღაცა, არ გამოვა. უნდა მოგატყუო. არ აქვს მაგას. არ აქვს მოწადინებულობა, არ ცდილობს რომ მეტი გააკეთოს. აი ესე უყურებს სადაც. ანუ ეს არ არის კარდიოქირურგია. 5 შვილი მყავს და არასოდეს დროსთვის არ დამეხედია რომ წავიდე ბავშვებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ბავშვებზე მეტად სამყარო არ მიყვარს, საკუთარი თავი არ მიყვარს, არავინ არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის როცა პაციენტს მე ვჭირდები, მე ვარ პაციენტთან. ბევრჯერ დაუსვია ჩემ შვილებს კითხვა, რომ მამა ხო დაგვირდი დაბადების დღეზე რომ მოხვიდოდი, მამა ხო დაგვირდი რომ დღეს აი კონცერტი ქონდა მოხვიდოდი, მამა ხო დაგვირდი დღეს თამაში მქონდა და რატო არ უყურე გოლი გავიტე. არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ დამდგარა ეს მომენტი, რომ მე ვიღაცა გამეწყვილებინოს და წავსულიყავი, რომ ბავშვისთვის ეს ახალგაზრდა ქირურგს მით უმეტეს უნდა ესმოდეს, რომ ანუ როცა შენ გადაწყვიტავ რომ უნდა გახდე გულის ქირურგი, ანუ უბრალოდ შენ გადაწყვიტო რომ გახდე ექიმი, შენ ისიც უნდა გადაწყვიტო რომ ეს ცხოვრება უკვე შენ აღარ გეკუთვნის. ეს ცხოვრება შენ გაუყავი იმ პაციენტებს, რომელსაც შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გადაარჩენ, უმკურნალებ, შეიძლება დაუშავებ კიდევაც, მაგრამ ეს ცხოვრება შენ იმათვის გაყოფილი. ამიტომ ექიმობა ეს არ არის ის სპეციალობა, რომ აი მე მომინდა და ეს უნდა გავაკეთო. ვერ მოგინდება სამწუხაროდ. ექიმობა შენ დაგყვება, შენ მოდიხარ ექიმად რა. ამიტომ ეს ცოტა სხვა რაღაცა არის. კითხავი აბსოლუტურად ახალგაზრდა ქირურგებს, აი ყოველთვის ახალგაზრდა ექიმებს და ნურას უკაცრავად. მე თვითონ ახალგაზრდა ვიყავი. მე რო ჩამოვედი საქართველოშიც ახალგაზრდა ვიყავი. მე ასაკით ვიძახი, ახლა ახალგაზრდა ვარ, რა თქმა უნდა და აი ბევრ რაღაცას ძალიან დიდი ენერგია გამაჩნია და შეიძლება დღეს აქ ვიყო ოპერაციაზე და ხვალ იქ ვიყო ოპერაციაზე და აი მუდმივად რაღაცის ძიებაში ვარ, მუდმივად რაღაცის კითხვაში ვარ, მუდმივად რაღაცის აი ახალი მინდა. ანუ მე არ ვიცი ამბიცია, დაუკმაყოფილებლების ამბიცია, მაგრამ რაღაც აი ყოველთვის მინდა რომ რაღაცა ვეძიო, ახალი გავაკეთო ეს და აი ამით არ ვიღლები. შეიძლება სხვა რაღაცით დავიღალო, შეიძლება, მაგრამ ამით აი ეს არის და ახალგაზრდებსაც აი არასოდეს არ ყოფილა რომ ვიღაცა ჩემთან მოსულა და მე რაღაცის გამო დამიჩაგრია. ან გვარი არ მომწონებია, ან სახეზე გამორიცხული თემა არის. პირველ რიგში რასაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში, მის ადამიანურ მხარეს ეს უნდა იყო აღზრდილი, ეს შინაგანად უნდა იყო რა. შენ რაღაცნაირად აი სხვანაირი უნდა იყო რა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა. ანუ ექიმი უნდა იყო. ბოროტი ექიმი ჩემთვის აი ხო ახალგაზრდებს ეს მნიშვნელოვანია რომ უნდა იყო ჭკვიანი თავისებული კონდეს, რომ დროის გამოყოფა მოუწევს. ახლა შენ ახსენე ოჯახი და 5 შვილის მამა ხარ და შენზე კარგად ეს ვინ იცის და ზოგადად მეც ვაწყდები ხოლმე ამ ასე ვთქვათ პრობლემებს და სულ ვეუნები ჩემთან ასე ვთქვათ დაახლოებულ ახალგაზრდა კოლეგებს. შენ უნდა გათვალო რა გინდა მედიცინისგან. გინდა რომ იყო აკადემიური და კონდეს აკადემიური ცოდნა და ასე ვთქვათ პირველ რიგში იყო ექიმი. გინდა იყო ფინანსურად ასე ვთქვათ წარმატებული და რამდენი დრო შეგიძლია ამას გამოვყო, მაგრამ ყველამ ვიცით რომ შენ თუ არ ხარ აკადემიური ადამიანი ექიმი, ასე ვთქვათ, თუ არ ხარ აკადემიური ექიმი და თუ არ გაგაჩნია დიდი ცოდნა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული, ფინანსებს არ ვეხები ახლა, მაგრამ ფინანსები მნიშვნელოვანია.
ვერ იქნები ფინანსურად წარმატებული. მე ვფიქრობ, რომ ექიმი, რომელიც განსაკუთრებით ხა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ მინდა მედიცინა დაავყო რაღაც ფრაგმენტებად, მედიცინა ნებისმიერი დარგი მნიშვნელოვანია და ეს არ არის რაღაც ერთი გმირის თეორია. ერთი ადამიანი არასდროს არ აკეთებს მედიცინას და რაც უფრო ჭკვიანი თავები იქნება პაციენტის საწოლთან, უფრო მეტი აქვს შანსი რომ გადარჩეს. თუმცა ამბიცია ჩვენ ვახსენეთ, ამბიციური ქირურგი მე ამით დავიწყე, ნიშნავს იმას, რომ არა, ეს არ არის გაუმართლებელი ამბიცია. ამბიცია იმის რომ იყო პირველი. ეს ყველა ახალგაზრდა ექიმს უნდა ქონდეს აუცილებლად, რომ მე არ მინდა ვიყო რეგულარული, ჩვეულებრივი ექიმი არ მინდა ვიყო. შენ შეიძლება იყო კარგი ექიმი და მე მყოლია ესეთი ძალიან ბევრი მეგობარი, კოლეგა, რომელიც მთელი ცხოვრება იყო და ასისტირებას აკეთებდა და გათვითცნობიერებულად მეტი რისკის აღება არ უნდოდა. იდგა ასისტენტად და მთელი ცხოვრება ესეც მისაღებია, ოკეია, შენ გადაწყვიტე რა გინდა. შენ თუ გინდა რომ იყო წამყვანი, ასე ვთქვათ, ლოკომოტივი, მთავარი გმირი პერსონაჟი საოპერაციო ოთახში, შენ უნდა ამას ძალიან დიდი დრო დაუთმო. არ გამოვა არანაირად. დროის ან პირდაპირ პროპორციულია წარმატება იმ დროსთან, რომელიც უნდა დაუთმო შენ ამ საქმეს და ამას ასე ვთქვათ, ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ჩვენს პრაქტიკაში, რომ და გვილაპარაკია კიდეც, რომ აი მე რო ვიყავი, ხა ამას არ ვიზამთი. ახალგაზრდა ექიმებს არ ვაყენებთ იმას, რა ქვია, ჭრდილს და შენიშვნას არ ვაძლევთ, მინდა რომ გაითვალისწინონ, არაფერი არ ხდება დროის გამოყოფის გარეშე. და ყოველთვის რაღაცას დებს ასწორე და კარგად ახსენე. შენ დადე სასწორზე შენი ოჯახი, შენი შვილები, რომელსაც ვერ ნახულობ და ამ დროს აძლევ სხვას. მაგრამ ნუ ეს არის მედიცინა, რომ შენ რომ მედიცინაში შედიხარ და ამ საქმის კეთებას იწყებ, ავტომატურად და ამას ჩვენი შვილები აღნიშნავენ. რომ აი და ბევრს მაგიტო არც უნდა მედიცინა. რო გიყურებ შენ როგორ ხარ, ამდენ დროს ხარჯავ, მასთან დროს ვერ ატარებ, გეუბნება რომ მე არ მინდა ეს პროფესია, სხვა პროფესიაში წავალ. ესეთი შეკითხვა მაქვს კიდე ბოლო ალბათ და მოკლედ მიპასუხეთ, რო გვეწურება. რა არის კარდიოქირურგია საქართველოში? არ ითვლის 50 წელს და 60 წელს, ხო? 2000-იანი წლებიდან განვითარდა. მე მგონი თუ არ ვცდები 2002-დან 2003-დან დაიწყო ამ სწორ კარდიოქირურგიული პროგრამის განვითარება და დღეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, აქტიურად ხორციელდება ეს სერვისი სხვადასხვა კლინიკებში. რა არის, იმიტომ რომ რატო ვახსენე, დიდი ხანი არ აქვს, იმიტომ რომ ვერც დავარქმევ ძველ თაობის ქირურგებს. რომ ქირურგი, რომელიც 25 წლიან პრაქტიკაშია, ძველი თაობის ვერ იქნება. ხო, ნუ, მაგრამ აი, თქვათ, ხო, განვითარდა მედიცინა. რა ჩვევა არის, აი რაც შენ არ მოგწონს, თუნდაც შენი წინა თაობის კარდიოქირურგები და ქირურგებს რო უყურებ, რას ამოაგდებდი შენ, რა შეცვლიდი. აი ძველი მოძველებული სისტემის რაიმე ნაწილი მითხარი, რომელსაც შენ შეცვლიდი, როგორც ახალგაზრდა, კიდევ ერთხელ ამბიციური, კარგი გაგებით, შესაბამისი ცოდნაც გაგაჩნია ამის, რა შეცვლიდი, რას, ასე ვთქვათ, შეცვლიდი და სიახლისკენ წაიყვანდი. პირველ რიგში მე გავაერთიანებდი აი ამდენ ცენტრებს. გავაერთიანებდი, ეს იქნებოდა ალბათ ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს მათ. შევქმნიდი მაგალითად ანუ შენაბობ კარდიოქირურგებს საქართველოში ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. არა, მე ვამბობ რომ გავაერთიანებდი რომ ერთად კი, მაგრამ ანუ ეგ არის პრობლემა დღეს. არ ვიცი ხა პრობლემა, მე ვიმუშაებ სხვასთან ერთად, მე პრობლემა არ მაქვს. თუ ვიღაცას შეუძლია, მე დიდი სიამოვნებით. იმიტომ რომ ერთად კონსოლიდაცია შექმნიდა უფრო ახალ ძლიერ დიდ პროდუქტს. მედიცინა ბევრი იქნებოდა ერთ შენობაში. თანამედროვე მედიცინას აუწყობდი უფრო კარგად ფეხს და გვალს. გეყოლებოდა უფრო მეტი თაობა ერთად აღსაზრდელი, სადაც შეარჩევდი, გამოარჩევდი და დააწინაურებდი. ანუ ხშირ შემთხვევაში ხდება ესე, რა ქვია, რომ აი ყველას უჩნდება არასწორი კონკურენციის, ასე ვთქვათ, მაგალითად, გონია რომ ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოვიდა
განყოფილებაში შენთან მუშაობს და ამას აქვს ასე ვთქვათ გონება, ჭკუა უწყობს ხელს, ხელიც კარგი აქვს და გონია რომ ერთჩვენი ერთ დღეს შენ დარჩები სამსახურის გარეშე, ანუ დაგტოვებენ ის რა, არა და არა, ესე არ არის რა. პირიქით, აქ უნდა შეხედოს ხუას, აი ესე შევხედოთ, ნახე რა ძალაა. ძალა რომელსაც მე ვზდი, მეზდება და ხვალ, ჩემზე უფრო მაგარი იქნება, ჩემზე უფრო ძლიერი იქნება, რაღაცა რო იყოს, მეს დამჭირდება და მომავალ თაობასაც გამოუდგება. მე კიდევ ერთხელ იქ მივალ და იქ დავასრულებ, რომ ჩემი შვილი ჩემზე უფრო ჭკვიანი უნდა იყოს, ჩემი შვილი ჩემზე უფრო ძლიერი უნდა იყოს რა. შეიძლება მე სამედიცინო სფეროს აი 5 შვილი მყავს და პირველი წელს არის აბიტურიენტი და ჩემი ბევრი რჩევისა რომ მამა თუ გადაწყვეტ სამედს მე ხელს შეგიწყობ ხოლმე არა ჩემს შვილს არ უნდა და მე ვერ დავაძალებ რა შეიძლება კარგი არქიტექტორი გამოვიდეს კარგი ფიზიკოსი გამოვიდეს მათემატიკოსი გამოვიდეს ბიოლოგი გამოვიდეს მაგრამ ვინც უნდა რაც უნდა არა ირჩიონ კარგები უნდა იყვნენ რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგიტო აი ძველი თაობის და ახალი თაობის გადაბარების ესე ვთქვათ პროცესი საქართველოში გარდა მედიცინისა ყველგან დანარჩენ სხვა დარგებში პრობლემა არ არის პრობლემა არის აბსოლუტურად ყველა დარგში პრობლემა არის ავიღოთ ინჟინერია პრობლემა არის ავიღოთ ისეთი დარგები რომელიც აი მაგალითად მეტრომ შენი ხო ეს მემანქანეები რაღაც პრობლემა არ არის ახალგაზრდა მემანქანეები ყავს ავიღოთ ფრინავები ახალგაზრდა ფრინავები ყავს საქართველოს მე რამდენადაც ვიცი პრობლემა არის ყველა დარგში რატო იმიტომ რომ აი ამის გამო ამ ინსტიტუტების პირამიდის პირველ მეორე საფეხურზე დარჩენა რომ მე არ წამართვას ვიღაცამ რაღაცა და არ დარჩენილი იქ უკვე სპობენ იქ უკვე ძირავენ რა არ შეიძლება ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა მე ყოველთვის შევუნებ მე ახალგაზრდებს ყოველთვის უშვებ ეხლაც იცი კარგად 5 ახალგაზრდა ყავს ჩვენ განყოფილებაში და 5-ვეს ცალკეულად ჩამოვაყალიბებ ვის რა შეუძლია და ვის როგორ შეუძლია რა თქმა უნდა 5-ვე ვერ გახდება რა ქვია ვერ მიაღწევს მაგრამ ვიღაცა მიაღწევს აქვთ იმათ შანსი რომ მიაღწევს ეგ არის მონდომება მე ჩემი შვილი 2 კვირის იყო ახალშობილი 2 კვირის როცა მე დავტოვე ოჯახი და ზუსტად 3 წელი რო ჩამოვედი ბავშვი მარტო იმის სოციალური ქსელით ვეკონტაქტდება რო ჩამოვედი ჩემ მეუღლეს უყვირის დედა ვიღაც ბიძია მოვიდა და მკითხულობს დედას ვიცავარ აი ეს აი ჩემ ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ისეთი მომენტი რომ რისთვის და აი ბევრჯერ მithქვამს რომ აი დავანებო რა თავი რა ესეთი რაღაცა რა თმინდა როცა შვილი ბიძიას დაგიძახებს თქვათ როცა შენ შვილებს არ ასიამოვნებ როცა შენ ოჯახს ამ დროს მოპარავ რა თუმცა ვერ მოახერხე ვერ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მიუხედავად იმისა რომ ერთ გუნდში მუშაობთ და მე ვფიქრობ რომ კარდიოქირურგიის გუნდის წევრობა მეგობრობაზე მეტია იმიტომ რომ შენ შეიძლება გყავდეს მეგობარი კარგი ადამიანი რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გეხმარება მე საოპერაციო ბლოკში ვინც მეხმარება ადამიანებთან რომლებთანაც 24 საათი ჩემს ცხოვრებას ვატარებ 24 საათიდან მინიმუმ 12 ყოველ დღე ეს მინდა აღვნიშნო მინიმუმ 9 ჩემს ცხოვრებას ვატარებ ჩვენ გუნდთან მიუხედავად ამისა საკმაოდ საინტერესო რატომ ჩვენ გუნდის წევრები ვართ და პლუს ამას ძალიან კარგი მეგობრები ვართ ახლო მეგობრები ესეც ასე ვთქვათ ლოგიკური დასასრულია ხოლმე იმ საქმესაც აკეთებ და ვისთანაც ერთად აკეთებ იქ დამეგობრებას ბევრი რამ წინ არ უდგას დიდი მადლობა იმისთვის რომ დრო გამონახე და მოხვედი სტუმრად ჩვენი სტუმარი იყო კარდიოქირურგი მედიცინის დოქტორი პროფესორი მიხეილ მეტრეველი ჩემი მეგობარი მინდა ყველა კარდიოქირურგი მოვიკითხო დიდი პატივისცემით და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და უთხრა ჩვენს
მაყურებლებსო საქართველოში ნამდვილად მაღალ დონეზეა კარდიოქირურგია და არ ჭირდება ჩვენ არა მარტო კარდიოქირურგია, მათ შორის კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ყველას მოვიკითხავ ასევე ჩემ კოლეგებს და ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გვაქვს მაღალი დონის კარდიალური სერვისები და ჩვენს პაციენტებს შეუძლია მშვიდად იყვნენ და არ იფიქრონ რაღაც ჩარევების გამო საზღვარგარეთ წასვლა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გვიყუროთ, ჩვენ კვირაში ერთხელ გვექნება ჩაწერა საინტერესო სტუმრებთან, საინტერესო საუბრებით, შეკითხვებით და პასუხებით. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და სასიამოვნო საუბრისთვის. მადლობა, ნახვამდის.